მოგესალმებით, ეთერშია გურის ახალი ამბები, მე თამთადოლიძე ვარ. მეორე დღეა გადაუღებლად თავს დასავლეთ საქართველოში. ინტენსიურმა ნალექმა გარკვეული პრობლემები ძირითადად იმერეთის რეგიონში შექმნა. ქუთაისში აქტიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები, თუმცა გადაადგილება გართულებულია. სამუშაოები ეტაპობრივად ყველა უბანში განხორციელდება. თითოეულობამ პრობლემები შექმნა მაღალმთიან რეგიონებშიც. მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიური მუშაობის შედეგად წუხელ ზუგდიდის 8 სოფელში ელექტრომომარაგება აღდგა. ამჟამად ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ 14 სოფელში 19 ჯგუფი თოვლისგან დაზიანებული ელექტროსისტემის აღდგენით სამუშაოებზე მუშაობს. ინტენსიურად ჩატარებული სამუშაოების შედეგად 8 სოფელში აღვადგინეთ ელექტრომომარაგება, დარჩენილი გვაქვს 14 სოფელი, რომელზეც მუშაობს 19 პროფესიონალი ჯგუფი და დღის განმავლობაში უკვე მთელი ზუგდიდის სოფლები იქნება ელექტრომომარაგებული. რაც შეეხება თოვლისაფარისგან გზების და ცენტრალური ქუჩების გაწმენდას, მთელი ზუგდიდის მასშტაბით გაწმენდილი გვაქვს ყველა ცენტრალური გზა, აღდგენილია სატრანსპორტო მოძრაობები და დარჩენილი გვაქვს შიდა საუბნო ქუჩები, რომელზეც აქტიურად და დღის განმავლობაში შევეცდებით, რომ მთელი ზუგდიდი გქონდეს გაწმენდით სამუშაოების კუთხით მოცული. რაც შეეხება გურიის რეგიონს, 2 დღეა თავს გურიაშიც, თუმცა მნიშვნელოვანი პრობლემები ნალექს აქ არ შეუქმნია. გზის გაწმენდითი სამუშაოები დიდწილად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში მიმდინარეობდა, სადაც სამუშაოები გვიან ღამით დაიწყო და საჭიროებისამებრ ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. პრობლემები იყო ელექტროენერგიის მიმართულებით. შუქი რამდენიმე მაღალმთიან სოფელს არ მიეწოდებოდა, თუმცა აღდგენის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გზების გაწმენდით სამუშაოებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი მინდია ჟღერია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო. ინტენსიური თოვლისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო გზები ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები. შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თბილისის სენაკი ლესელიძის საავტომობილო გზის სურამის სატრანსპორტო კვანძი ბორიცის მონაკვეთზე, გუდაური კობის მონაკვეთზე, ხაშური ახალციხე ვალეს მიმართულებით, გომის საჩხერე ჭიათურა ზესტაფონის მიმართულებით, ახალქალაქი კარწახისა და ახალციხე ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე. ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია ძირითადად მაღალმთიან რეგიონებში, შემდეგ მონაკვეთებზე. ბათუმი ახალციხის საავტომობილო გზებზე, კურორტი გოდერძი უტყვის უბანის მონაკვეთზე, ნაქერალას უღელტეხილზე, საჩხერე ონის გზაზე. გზების დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ შეზღუდვებს. უამინდობა ნავარაუდებია მომდევნო დღეებში. შესაბამისად, გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს. სააგენტოს ინფორმაციით მთიან რაიონებში მოსალოდნელია ნისლი და ქარბუქი. სხვაზე კი შტორმული ხელვა. 31 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 3 იანვრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგად ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით. შესაძლებელია ქარის გაძლიერება. მთიან რაიონებში ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავს საშიშროება. 1 იანვარს ზღვაზე შესაძლებელია 60 ბალიანი შტორმული ხელვა. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავს საშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ ღვარცოფული პროცესების ჩასახვა გააქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალო, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში. დღეიდან ძალაში შედის ევროკავშირში უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი მექანიზმი. ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე წინა ვერსია. მექანიზმი რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას ითვალისწინებს. შეჩერების ამოქმედებისთვის საჭირო ზღვრის შემცირებას. ახალი წესები ევროკავშირს საშუალებას აძლევს უფრო სწრაფად მოახდინოს რეაგირება პრობლემებზე. მექანიზმი მუშაობს ეტაპობრივად. პირველ ეტაპზე შეჩერება შეეხება დიპლომატიური, სამსახურეობრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, ხოლო მეორე ეტაპზე, თუ პრობლემები არ მოგვარდება, შეჩერება გავრცელდება მთელ მოსახლეობაზე. ახალი მექანიზმის მიზანია ევროკავშირმა უკეთ გაართვას თავი უვიზო რეჟიმებთან დაკავშირებულ გამოწვევებს.
ევროკომისია აცხადებს, რომ საქართველომ დაარღვია ვიზა ლიბერალიზაციის დიალოგის ფარგლებში აღებული მრავალი ვალდებულება და ვერ შეასრულა ევროკომისიის რეკომენდაციები. კომისია გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოში ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის გამო. Ქვევი კი არა, ფაქტობრივად წლებია გამოდის, საუბრობთ იმაზე, რომ ივანიშვილის ეს ანტიდასავლური ისტერია და დამბიჯები და კანონები ემუქრება საქართველოს ყველა მოქალაქეს ყველა ევროპული სიკეთის დაკარგვით. ჩვენ ბევრს მუშაობდით დასავლეთში იმისთვის, რომ ასეთი საფრთხის წინაშე ქართული ხალხი არ დამდგარიყო, თუმცა შეუქცევადი გახავთ პროცესი, თუ ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟი არ მოხდება, იმიტომ რომ ეს ხალხი მხოლოდ და მხოლოდ აღრმავებს კონფრონტაციას დასავლეთთან დაპირისპირებას და ამ დროს რა თქმა უნდა დასავლეთი იყენებს ყველა იმ ბერკეტს, რომელიც მას გააჩნია და სამწუხაროდ თუ უახლოეს თვეების მანძილზე არ შეიცვალა მდგომარეობა, საფრთხე დაემუქრება არა მხოლოდ ოცნების წევრებს, არამედ ქართულ ხალხს. ძალიან რთულია ვისაუბროთ ჩვენ მოლოდინებზე, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ძალაუფლება კონსოლიდირებულია ოცნების ხელში, რომელიც არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ დაიცვას ჩვენი ხალხის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, რაც არის ვიზა ლიბერალიზაცია. ჩვენი პოლიტიკური ძალა ძალიან ბევრს მუშაობთ იმაზე, რომ ეს სანქციები და შეზღუდვები არ აისახოს ვიზა ლიბერალიზაციაზე, რადგან ჩვენი მოსახლეობა არ უნდა ისჯებოდეს მოძალადე მთავრობის გამო. პირველ რიგში უნდა განსაზღვროთ ის, რომ სავიზო მიმოსვლის, ასე ვთქვათ, გამარტივება არის დამსახურებაზე დამოკიდებული იყო, როდესაც საქართველომ იმ პროგრესის და იმ რეფორმების შედეგად მოიპოვა უვიზო მიმოსვლა. არც ერთ საკითხში საქართველოს არ აქვს არც შემორჩენა, ხშირ შემთხვევაში პირიქით სხვა ქვეყნებთან მიმართებაში უკეთესი მაჩვენებლებია. ვხედავთ, რომ დღეს სამწუხაროდ გარკვეული ევროპიოკრატების მხრიდან ხდება ამის გამოყენება. პირველ რიგში ეს არის манипуლირება ხალხის დასჯის მიმართულებით, რომლებიც ერთგულები არიან იმ ხელისუფლებისა, რომელსაც მოაქვს ქვეყანაში მშვიდობა. ამჟამად ახალი წლისა და შობის ტრადიციებზე გიყვებით, რომელსაც ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში განსაკუთრებით უფრთხილდებიან და მომავალ თაობას გადასცემენ. ნახეთ ნინო ვაშალომიძის სიუჟეტი. ახალი წელი მხოლოდ კალენდრის შეცვლა არ არის. ეს არის წმენის, წესჩვეულებებისა და თაობათა მეხსიერების გაგრძელება. გურიაში საახალწლო ტრადიციები განსაკუთრებული სითბოთი და სიმბოლიკით იყო სავსე. როგორ ხვდებოდნენ ახალ წელს წარსულში და როგორ ვინარჩუნებთ ამ მემკვიდრეობას თანამედროვეობაში. ამაზე ყველაზე უკეთ ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში შეიგრძნობთ. გურიაში შობისა და ახალი წლის დადგობას განსაკუთრებული წესჩვეულებებით ეგებებოდნენ. ბეკულის, თოფის სროლის, გურული ღვეზლისა და სამოვაგით დატვირთული ხონჩის ისტორიას აგუნას გადაძახილთან ერთად ოზურგეთის მუზეუმის ფონდების მცველი მანალა ლომაძე გვიყვება. მაყურებლის თვალწინ კი ფოტოკადრები ცოცხლდება, რომელიც თითქმის საუკუნოვანია და კალამდის რიტუალს სოფელ ასკანაში ნაცვალაძეების ოჯახში აღწერს. 1951 წელს სოფელ ასკანაში ნაცვალაძეების ოჯახში სპეციალურად ჩამოსული იყო თბილისიდან ფოტოგრაფები, რა თქმა უნდა, და დადგენ ეს სცენა. ცეცხლის გარშემოვლად გალოცვა როგორ იყო და კერიის ქვა როგორ იყო, რომ დიდ პატივს სცემდნენ და კერია როგორ იყო, გრძელი ქვა იყო და ოჯახის წევრები გარშემოუსხდებოდნენ და ყველაფერი ამ სამზად სახში ხდებოდა. საშობაო სამზადისი რაში იყო? ძირითადად ბუდუა და ნათლიას ურთიერთობები იყო. ეს საშობაო ყველა მისი შობისთვის ამზადებდნენ ღვეძელს. ეს იყო ღვეძელი საუფროსო, საუმცროსო, რამდენიმე კეკლიანი, შუაზე გაჭრილი კვერცხი და ღვინო, სანთლის არახს, ყველაფერს მიართმევდა ბუდუას და ბუდუა ვალდებული იყო დაეპატიჟებინა ნათესაობა და აი რომ კიდევ იყო მუცლის ალოცავს რომ ეძახიან პატარა ბავშვები ეს ეხლა აღარა რა თქმა უნდა პატარა კოკრებს გამოაცხობდა დედა, დილით აზრე ბავშვს ადგებოდა და შემოავლობდა მუცელზე და ეთქოდა შენი სამჯერ შემოავლობდა, შენი მუცლის სადგევარი აღმაქარს, დაღმა წყალს და ესენი ერთი ფინჩხა, ანუ ნამცეცი არ უნდა დავარდნილიყო, იმიტომ რომ თუ ის ვინმეს მოკიდევდა იმის სადგევარი გადაეცემოდა, თვითონ უნდა შეეჭამა რა თქმა უნდა ყველაფერი. რა ვიცი, ახალ წელთან დაკავშირებით ეს იყო ჩიჩილაკის აღთა, ცხენბლისწყლის საღამო, სალოცავი გობის ანუ მომზადება, ფეხადობა და ფეხადი ორი იყო. ჯერ ეს ერთი ოჯახის უფროსი რომ გავიდოდა და გაეტანდა
ჩიჩილაკს და მარანთან მივიდოდა და აიჩოქებდა და ღმერთს მადლობა შესწირავდა და მშვიდობიან წელიწადს უსურვებდა და ოჯახის სიუხვეს და ჩამონათვალი იყო რომ ბეღელი პურიცავს, ჭური ღვინიცავს. ეხლა რა თქმა უნდა ფეხადობა დღესაც შემორჩენილი რა ეს ტრადიცია რა თქმა უნდა. მუზეუმი მხოლოდ წარსულის საცავი არ არის. ის ცოცხალის სივრცეა, სადაც ტრადიცია ახალი თაობისთვის სულ სხვა მნიშვნელობასა და დატვირთვას იძენს. ჩვენთან საუბრისას სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას მუზეუმის საექსპოზიციო ნაწილის ხელმძღვანელი ირინა კალანდაძე. რამოდენიმე წელია უკვე აი ამ გურიაში შობისა და კალანდის ტრადიციებს ვაცოცხლებთ და მინდა გითხრათ რომ არ ნელდება ინტერესი, წელს ვერ ვიტყვი რომ ნაკლები იყო ბავშვები, მიუხედავად იმისა რომ 4-5 წელია უკვე ამ პროექტზე ვმუშაობთ. ყოველწლიურად ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი დაინტერესება და გამოხმაურება ფაქტურად ყველა სკოლიდან. ჩვენი ქალაქის და რამოდენიმე სოფლის ბავშვები იყვნენ მოსულები და როცა ვსაუბრობდით აი მაგალითად საშობაო ღვეზელის ტრადიციულ რიტუალზე იქ რაც უნდა გაკეთდეს და ჩვენ გურულებმა ვიცით რომ რამდენი ბავშვიც არის ოჯახში, იმდენი მუცლისალოცავი ცხება, აი მუცლისალოცავი გაიკვირვეს ეს რა არისო. ჩავატარეთ ის ვიზუალურად რიტუალი, როგორც საჭირო იყო და ის ლოცვაც კი ჩაიწერა ერთმა ბავშვმა სიტყვა სიტყვით. და აი აღფრთოვანებული წავიდა აქედან და მე ახლა ვფიქრობ რომ იმ ოჯახში აი ეს მივიწყებული ტრადიცია ღვეზელს აკეთებენ რა თქმა უნდა, მაგრამ ის მუსლისალოცავი, რაღაცა გამორჩა დედას თუ რაღაცა ბავშვმა ვერც მიაქცია მას ყურადღება და ეს იყო მისთვის ახალი. და დარწმუნებული ვარ რომ იმ ოჯახში აი ეს მივიწყებული ტრადიცია ისევ განახლდება და სახალხო ტრადიციები წარსულიდან მომავალზე გადებული ხიდია. ხიდი, რომელიც დღემდე მტკიცედ დგას. არტ ჯუნიორელების ოზურგეთის მუზეუმში შესრულებული თანამედროვე ალილოკი ამის დასტურია. ოზურგეთის დრამატულ თეატრში საახალწლო შოუ პროგრამა რა გამოვიწერეთ და რა ჩამოვიდა. ოზურგეთის ნომერ 2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს. საახალწლო მეჯლისი წელს შოუ პროგრამა ოზურგეთის თეატრის კიბეები კი თეატრის სცენამ ჩაანაცვლა. სცენაზე კი არც მეტი, არც ნაკლები ნომერ 2 საჯარო სკოლის მოსწავლეები იდგნენ. შოუ პროგრამის მთავარი კვანძი, თემუ და მისი აპლიკაციები. შოუს სახელწოდებაც შესაბამისი, რა გამოვიწერეთ და რა ჩამოვიდა გახდათ. ბავშვებმა ხუმრობები და სხარტულები დროსა და სივრცეს მორგებული სიმღერები და ცეკვები კი სამსახიობო ოსტატობით, ხასიათით და შინაარსობრივი დატვირთვით სახალისოდ შთამბეჭდავად წარმოადგინეს. მასიურმა საცეკვაო და ვოკალურმა ნომრებმა, ასევე არტ-მყოსა და გარემოებებზე მორგებულმა ხუმრობებმა შოუ პროგრამა შეკრა. შინაარსი და წარმოდგენის სახე მისცა და შთამბეჭდავი გახადა. ახალი წლის მომლოდინე აცეკვებულ და ამღერებულ მეორე სკოლელებს მართალია ბოლოს თემუდად გრანდიოზულის ნაცვლად ჯუჯა სანტა-კლაუსი ჩამოვიდათ, მაგრამ წარმოსახვითმა და შემდეგ მათთვის რეალურად ქცეულმა. სცენაზე დირექტორთან ერთად მდგომა თოვლის ბაბუამ ბავშვებს უმთავრეს სურვილის აღთენაზე თანხმობა მისცა. გრანდიოზული შოუ პროგრამის რეჟისურა ვახო ჩხარტიშვილს ეკუთვნის. ქორეოგრაფია, რომელმაც წარმოდგენა ზარღვი მისცა ზურა წულაძესა და კობა გუნდუას. მუსიკალური გაფორმება მუდმივად მაჟორში მყოფ მაია თოთიბაძეს. შთამბეჭდავი შოუ პროგრამა შედგა და ეს უწყვეტმა აპლოდისმენტებმა დაადასტურეს. ძალიან ყვაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. დაგვიფასდა ყველას ჩვენი შრომა, როგორც მოსწავლეებს, ისევე პედაგოგებს. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისაც წვრილი მიუძღვის იმაში, რომ დღეს ეს დღე შედგა და არ ვიცი
უდაოდ ყოფილი ვარ. დავიწყეთ რეპეტიციები ძალიან კარგად, მთელი საღამო ბავშვები ერთობოდით, ცეკვავდით, სწავლობდით ასე თუ ისე რაღაცეებს. აქედან გამომდინარე შედგა ეს ყველაფერი ჩვენს გართობასთან, რეპეტიციებთან, ჩვენ შესაძლებლობებთან ერთად შედგა ყველაფერი და დავდგით ეს ულამაზესი შოუ, რომელიც ყველას ძალიან გვიხარია. მეორე საჯარო სკოლის სათქმელი ყოველთვის არის პოზიტივი, ცოცხალი ემოციები, ყველაფერი ისეთი, რაც დაუვიწყა შთაბეჭდილებას, შეუქმნის მაყურებელს. ეს არის ჩვენთვის თავარი და დარბაზის რეაქციიდან ხვდები, რომ ეს მართლაც გამოგვივიდა. არ ვიცი, ყველაზე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამ არაჩვეულებრივ ბავშვებს. დაინახა დარბაზა, რომ აქ სხვადასხვა ასაკის ბავშვები იყვნენ სცენაზე. ესაა მეორე საჯარო სკოლა, რომელსაც ყოველთვის ყველა დროში ჰქონდა თავისი ნიშა და აგრძელებს ამ არაჩვეულებრივ ტრადიციებზე არსებობას. ჩვენი საახალწლო შოუ პროგრამა რა გამოვიწერეთ და რა ჩამოვიდა, დავინახეთ, რომ თეატრალური მონაცემებით და რეჟისორული გადაწყვეტით ჩამოვიდა ის, რაც თემს შეესაბამებოდა, მაგრამ ჩვენ დავინახეთ ის შემადგენლობა სცენაზე, რაც მეორე საჯარო სკოლას შეესაბამება. მადლობა მინდა გადაუხადო დღევანდელი დღისთვის ყველა მონაწილე ბავშვს, ყველა მშობელს მხარდაჭერისთვის და ყველას მინდა უსურვო ბედნიერი დამდეგი შობა ახალი წელი და ყველა სანატრელი ოცნების ასროლი. ვიხილეთ არაჩვეულებრივი შოუ, რომელიც იყო აქ თეატრის სცენას ამშვენებდა, არაჩვეულებრივი ბავშვები, ასეთი ლაღები, მხიარულები, ფერადები, რომლებიც ნამდვილად არიან ღირსი იმისთვის, რომ იყვნენ მშვიდობიან, ბედნიერ საქართველოში. გვითხრეს თავიანთი სათქმელი, ჩვენი თქმა ალბათ ის ემოციებია, რაც დარბაზიდან მოდიოდა, ყველას უსურვებ ამ საოცარ ბავშვებს, მასწავლებლებს, მშობლებს, ყველას ულოცავ 2026 წლის შემობრძანებას და ფეხბედნიერად ყოფილიყოს ასეთი ამაყები. დავესწარი ნამდვილად არაჩვეულებრივ საახალწლო კონცერტს, რომელიც ნოდარ დუმბაძის მეორე საშუალო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინა. ემოციებით ატვირთული, ნამდვილად საამაყო და ემოციური იყო დღევანდელი წარმოდგენა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენ ქალაქს ყავს საოცარი არაჩვეულებრივი აქტიური ახალგაზრდობა, რომელსაც ნამდვილად სჭირდებათ ხელშეწყობა და მხარდაჭერა, რომ მეტი შესაძლებლობები ჰქონდეთ თავიანთი ამ ნიჭიერების გამოსახატად. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სკოლის პედაგოგებს, დირექციას, შემოქმედებით ჯგუფს ასეთი ლამაზი ღონისძიების ორგანიზებისთვის და მე მინდა მთელ საქართველოს მივლოცო დამდეგი შობა ახალი წელი, უსურო ჯანმრთელობა, ბედნიერება, წინსვლა და კეთილდღეობა თითოეულ თქვენთანაც და ჩვენს ოჯახებს. ჩრდილოეთ პოლუსის ჯადოსნური ღამე, ასე ერქვა წარმოდგენას, რომელიც კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრმა პატარებს უჩვენა. ოზურგეთის კულტურის ცენტრის სცენაზე გათამაშებული ჯადოსნური ზღაპრის მონაწილეები ოზურგეთელი ბავშვები თავად გახდნენ. სანტა და ელფები, ყინულის კაცი და პეპი. ეს არასრული ჩამონათვალია იმ პერსონაჟებისა, რომელიც გუშინ შოუს ზღაპარს ჩრდილოეთ პოლუსის ჯადოსნურ ღამეს ყავდა. საახალწლო შოუ პროგრამას მუსიკალური და საცეკვაო ნომრები მეტ სიბრჭყვალესა და ჯადოსნურობას ზენდა. სხვადასხვა სკოლის, არაერთი სტუდიის, თავად კულტურის ცენტრის პატარებმა ჯადოსნური ღამის ზღაპარი სიმღერით, ცეკვით, თავიანთი წარმოდგენით მართლა ჯადოსნური გახადეს, რომელმაც საბოლოო ჯამში წყუალა წიგნში დაიდო ბინა. შოუ პროგრამას არაერთი სტუმარი ბავშვი დაესწრო და მათ მოწონება აპლოდისმენტებში გამოხატეს. გილოცავთ ყველა შობა ახალ წელს და ესწრებთ ბრავალს, იბედნიერეთ. დღეს შევასრულეთ ასე ვთქვათ საახალწლო სპექტაკლი, რომელშიც თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. ძალიან დიდი მადლობა ბატონ მერს და კულტურის სამინისტროს მთლიანად და ჩემთვის რავი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი ყველასთვის ძალიან სასიამოვნო იყო, ძალიან შრომატევადი საქმეა ზოგადად სპექტაკლის დადგმა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ვახოს, ჯიჯის, ეკას და ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში დაგვიდგა და დაგვეხმარა, რომ ეს შემოქმედება გაგვეკეთებინა და ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო იმ ჯგუფებს და იმ ბავშვებს, ვინც გაამრავალფეროვნა ეს სპექტაკლი თავისი სიმღერით, ცეკვით და ესე
მოეწონა ხალხს ეს ყველაფერი. მე მზადებოდით ვიხარო და მე შევასრულე თაფლაკვერის როლი. პირველ რიგში მადლობა მინდა უთხრა ბავშვებს არაჩვეულებრივი ჯადოსნური ზღაპარის შემოგთავაზეს. არა მარტო ბავშვები ჩვენს აღვამთავანა, ვისარგებლებ შემთხვევიდან მინდა გურიდან მიულოცო მთელ საქართველოს დამდეგი შობა კალალდა განსაკუთრებულად და წარმატებები მინდა უსურვო ჩემს ქვეყანას. დღეისათვის სულ ეს იყო მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.